მოძრაობის თეატრის წარმოდგენა 18 წლის თათიასთვის პირველი სერიოზული ნაბიჯია სცენაზე. პერფორმანსი განსაკუთრებულ კონცენტრაციას, პლასტიკურობას და რითმის გრძნობას მოითხოვს. ეს ყველაფერი თათიას კარგად გამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება აქვს, ანუ პრაქტიკულად არ ესმის. თათია რამდენიმე თვის იყო, როდესაც მშობლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მას სმენა არ ჰქონდა. წლინახევრის ასაკში ბავშვს საბოლოოდ დაუდგინეს დიაგნოზი. თათიასთვის ადრეულ ასაკშივე შეიძინეს მოსასმენი აპარატი, მაგრამ მშობლებს ექიმებისგან კომპეტენტური და დროული ინფორმაციის მიღება გაუჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ უაპარატოდ თითქმის არასდროს არ ყოფილვართ, ის აპარატი, რომელიც მისთვის იყო ყველაზე კარგად გამოყენებადი, 13 წლის ასაკში გქონდა. თავიდან მითხრეს, რომ 3 წლამდე საერთოდ არ უნდა ატარო ლოგოპედთან, 3 წლამდე ჩვეულებრივად უნდა იყოს როგორც არის და აღმოჩნდა, რომ პირიქით 3 წლამდეა ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, როდესაც ადამიანის მეტყველება ვითარდება. დღეს თათია სოციალურად აქტიური თინეიჯერია. გატაცებულია ფოტოგრაფიით და გადაღებულ ფოტოებს Facebook-ის გვერდზე ათავსებს. ჩვენ მათ შორის მეც არ ქონია არასდროს რაღაცა მიმართება ამ პრობლემასთან ისეთი, რომ თათია დაკომპლექსებულიყო და ამ მხრივ ძალიან თავისუფალი იყო. მე როგორც ვიცი, ყველასთან ახერხებს ურთიერთობას. არის სკოლის სოციუმში, სპექტაკლშიც უპრობლემოდ ჩაერთო, ნებისმიერ ღონისძიებაში ჩაერთვება უპრობლემოდ, ნებისმიერ აქტივობაში. მე ჩავიგირე. მივიდეთ მერე და ვიკითხოთ. კარგი. აი სმენა დაქვეითებული ბავშვის ამეტყველება ხანგრძლივი პროცესია. მოსასმენი აპარატი ბავშვს ბგერების გაგების საშუალებას აძლევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისთვის ლაპარაკის დაწყება ადვილია. მაჩვენე თითები, ოჩახ კარგი ბიჭი ხარ. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვის ამეტყველებისთვის საუკეთესო ასაკი 3 წელია. 6 წლის შემდეგ კი იმის შანსი, რომ ბავშვმა ლაპარაკი დაიწყოს, პრაქტიკულად აღარ არის. მომეცი აბა, დავიბრუნე. ოჩახ. მიაუ. აბა გააკეთე ხელით. მიაუ. კარგი ბიჭი ხარ. სასმენი აპარატი არ არის ერთადერთი საშუალება, რომ სმენა დაქვეითებულმა ხმოვანი სიგნალები აღიქვას. 1997 წლიდან საქართველოში უკვე კეთდება კოხლიარული იმპლანტაციის ოპერაცია, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება. მე ნუცლები არის და აქ არის ლოკოკინა. თუმცა ლოკოკინაში ინერგება ელექტროდი. ოპერაციის გაკეთება შეადგენს დაახლოებით 40%. 60% ეს არის პირველი 2 წელიწადი იმპლანტაციის შემდგომ. როგორ განავითარებ თქვენ მეტყველებას? საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს ორი განსხვავებული მოსაზრება სმენა დაქვეითებულთა პრობლემის თაობაზე. ბოლო წლებია მუდმივად იზრდება იმპლანტაციის ოპერაციის და მოსასმენი აპარატების დანერგვის მომხრეთა რიცხვი. მეორე ჯგუფი კი ჟესტების ენის უფრო ფართოდ გავრცელების მომხრეა. ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს ყრუთა კავშირიც. ჟესტური ენა ეს არის საკომუნიკაციო ერთადერთი საშუალება. სრულფასოვანი ინფორმაციის მისაწოდებლად ამ ადამიანებისათვის. ეს იქნება საგაკვეთილო პროცესში, საგანმანათლებლო პროცესში, თუ ნებისმიერ საჯარო დაწესებულებებისათვის, სადაც უნდა მოხდეს ამ ადამიანების ჩართულობა. არავინ არ არის წინააღმდეგი ჟესტური ენის. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სხვა საშუალება არ გააჩნია, მან ბუნებრივია, აუცილებლად უნდა ისწავლოს ჟესტური ენა, რომ მას შეეძლოს კომუნიკაცია. მაგრამ თუ ბავშვს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, მას აქვს ნარჩენი სმენა, ნარჩენ სმენას განვითარება ჭირდება იგივე სასმენი აპარატით, მაშინ ალბათ ჩემი მოსაზრებით, ეს ჩემი მოსაზრება არის, სასურველი იქნებოდა, რომ ბავშვმა მეტყველება ისწავლოს. ჟესტური ენის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს უნივერსალური ჟესტური ენა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისთვის. შესაბამისად, ქართველი სმენა დაქვეითებულის ჟესტური ენა განსხვავდება ინგლისური ან რუსული ჟესტური ენისგან. საბჭოთა პერიოდში იყო მცდელობა დაენერგათ რუსული ენის საფუძველზე ეგრეთ წოდებული საბჭოთა ჟესტური ენა. ქართული ჟესტური ენის განვითარება კი უკვე 90-იანი წლებიდან დაიწყო და ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. 2015 წელს ჟესტური ენის პირველი ქართული აკადემიური ლექსიკონი გამოვა, სადაც 4000-მდე სიტყვის გრაფიკული ჟესტი და განმარტება იქნება მოცემული. ამ ლექსიკონზე მუშაობა 2 წელია გრძელდება.
ქართველ ყრუებს არ ქონიათ საჭიროებები, რომ ძალიან ბევრი სიტყვა გამოეყენებინათ, მაგალითად ეგზისტენციალიზმი და ესეთი ფორმები არ აქვთ ენაში, იმიტომ არ იყო ამის საჭიროება. ახლა მიმდინარეობს რაღაცა პროფესიული განათლებაზე აქცენტის გაკეთება ხდება და უამრავი წვრილმანი რაღაცა სიტყვებით ხდება საჭირო და შესაბამისად კიდე სხვა პროცესი არის, ჟესტჩემოქმედებითი პროცესი, რომელიც ამ ყრუებთან ერთად უნდა გავიაროთ. დღემდე არ არსებობს სტატისტიკა თუ რამდენი სმენა დაქვეითებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. არაოფიციალური ინფორმაციით ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 1%-ს მსგავსი პრობლემა აქვს.